არის ძალიან თბილი ბავშვი, სულ ითხოვს მოფერებას, ჩახუტებას, უნდა რომ სულ ყურადღების ცენტრში იყოს თვითონ. ყოველთვის აი ამ სითბოს გამოხატავს და ითხოვს ასევე აქეთაც რომ სითბო დაუბრუნო. 13 წლის ლუკა კერესელიძეს აუტისტური სპექტრის დიაგნოზი აქვს. ყველას მიმართ განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს გამოხატავს. ამას გაცნობისთანავე ვხვდებით. თავისუფალ დროს ხშირად ვატარებთ ხოლმე გარეთ, რადგანაც ძალიან უყვარს ლუკას ბუნებაში ყოფნა, სიმშვიდეში ყოფნა და ყოველთვის ვცდილობთ, რომ აი ესე გავიყვანოთ ხოლმე, არ იყოს სახლში. დატვირთული გრაფიკი აქვს ძალიან. დღის მანძილზე დილიდან რომ იწყება სკოლა, თერაპიები, სულ მთელი დღის მანძილზე დაკავებული არის და ძირითადად სახლში საღამოს შედის, ასე ვთქვათ, დასაძინებლად. ლუკას დედა ქეთი შარაშიძე გვიზიარებს, რომ ბავშვს დიაგნოზი 3 წლის ასაკში დაუდგინდა. მას შემდეგ უწყვეტად დადის თერაპიებზე ნეიროგანვითარების ცენტრში და სწავლობს საჯარო სკოლაში. ბევრი მუშაობის შედეგად აქვს დამოუკიდებელი უნარები და შესაძლებლობები. ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას ვერბალური კომუნიკაციის სირთულე წარმოადგენს. დაგვიდასტურდა, რომ საქმე გვქონდა აუტიზმთან. ვერ მოვიტყუები, რომ არ გამიჭირდა პირიქით. პირველი 3 დღის მანძილზე ნამდვილად არ მახსოვს არაფერი. გამუდმებით ვტიროდი და მახსენდებოდა ყოველთვის ის ჩანაწერი, სადაც ვკითხულობდი, რომ ეს არის მდგომარეობა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. მოდი ახლა გინდა იქეთ ვჩვენები. აუტისტური სპექტრის დროს ძალიან ბევრი გამოწვევა არის ჩვენთვის, თუმცა ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ პრობლემად დარჩა კომუნიკაცია. ლუკას არ სურს ვერბალურად სიტყვებით, რომ ჩვენთან გქონდეს კომუნიკაცია და გითხრას რა სურს, რა უნდა და რას გრძნობს. ამიტომ ყოველთვის ვეძებდი და ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა რომ გაგვეკეთებინა. არსებობს, რა თქმა უნდა, ალტერნატიული დამხმარე საშუალებები, როგორიც არის პექსი, ანუ ბარათებით კომუნიკაცია. ასევე დაახლოებით 1 წლის წინ ჩვენ შევიძინეთ QuickTalker-ი, სადაც ბარათი არის და დააჭერ ხელს და ხმოვანდება. თუმცა ჩვენს შემთხვევაში არ იყო გამართლებული და ლუკა ამითი არ დაინტერესდა. ამიტომ უკვე დამებადა ეს იდეა, რომ გჭირდებოდა შეგვექმნა ქართული აპლიკაცია, რომელიც იქნებოდა ბავშვების ხმა. გაახმოვანებდა მათ სურვილებს, მოთხოვნებს და ასე შემდეგ. მიყვარხარ. ახლა ლუკა დედასთან საურთიერთოდ და საკუთარი სურვილების გამოსახატავად საკომუნიკაციო აპლიკაცია არონს იყენებს, რომელიც ჯერ სატესტო რეჟიმშია, თუმცა გარკვეული მიმართულებით უკვე მუშაობს. საჭმელი მოვძებნოთ. აი საჭმელი. ხინკალი გინდა. ხინკალი გინდა? ბავშვი ერთი თითის დაჭერით, ასე ვთქვათ, გვაგებინებს. პირობითად წყალი უნდა, შია, თუ სადმე უნდა წასვლა, ან რაიმე აწუხებს. აპლიკაციაში ასევე ჩაშენებული არის ემოციებით, დღის რუტინა, გვაქვს მშობლებს იმის საშუალება, რომ ფოტო გადავიღოთ ტელეფონით და ავტვირთოთ. შემდეგ აპლიკაცია უკვე ახმოვანებს ამას და ასე ვთქვათ, მორგებული არის სრულად ბავშვის საჭიროებებზე. მსგავსი საკომუნიკაციო საშუალებების მოძიების და გაცნობის შემდეგ ქეთიმ აპლიკაციის შექმნის გეგმა შეიმუშავა. დასახმარებლად შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე მეგობარს თევდორე ტალახაძეს მიმართა, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთში სამედიცინო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობდა. დღემდე არაერთი სამედიცინო აპლიკაციის ავტორია, რომელსაც უცხოელ კოლეგებთან ერთად ქმნის. ჩვენ გვაქვს 3 დონე აპლიკაციაში, მარტივი, სტანდარტული და სრული და ბავშვის რესურსიდან გამომდინარე, მას შეუძლია გამოიყენოს ან ძალიან მარტივი ვერსია და გამოთქვას მისი საბაზისო საჭიროებები, ან შეუძლია გამოიყენოს აბსოლუტურად სრულფასოვანი 1000-ზე მეტი სიტუაცია ჩანდება, სადაც ბავშვს შეუძლია რომ საკმაოდ რთული აზრებიც კი, კომპლექსური აზრებიც კი გამოთქვას მაგალითად სკოლის გარემოში, სადაც შეიძლება გაკვეთილზე დაჭირდეს პასუხის გაცემა. ეს მეთოდი არის გამოკვლეული, მრავალი წლის მანძილზე დამუშავებული უცხოეთში და ჩვენ კიდევ უფრო ამ კლინიკებთან მუშაობით, ქართულ კლინიკებთან მუშაობით დავამუშავეთ, რათა მორგებული ყოფილიყო სრულფასოვნად ქართველ ადამიანზე და მის მრავალფეროვან საჭიროებებზე. აპლიკაციაზე მუშაობა ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. ეტაპობრივად დაიხვეწა და განკუთვნილია ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა ტრავმის ან მდგომარეობის გამო კომუნიკაციის სირთულეები აქვთ. გამარჯობა, მამა. აპლიკაცია მშობლებს საშუალებას აძლევს თავადაც გააფართოვონ არსებული ბაზა, დაამატონ ახალი სიტყვები და გამოსახულებები, რაც მშობლისა და ბავშვის ურთიერთობას კიდევ უფრო მარტივს ხდის.